კეთილი, კოლეგებო, მოგესალმებით. დღეს იმართება გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა. დღეს საგარეო ურთიერთობათა ევროპასთან ინტეგრაციის, სპორტისა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი ხდომა, სადაც ჩვენ მოვისმენთ ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მონაცემებს. პირველი მინდა დავიწყო დიასპორის კომიტეტით, კვორუმი გვაქვს, კეთილი. უბრალოდ დღის წესრიგში ერთი საკითხი გვაქვს და მინდა რომ დავამტკიცოთ. დიდი მადლობა. დიასპორის კომიტეტი მზად არის. საგარეო კომიტეტის წევრებს ვთხოვთ თანხმობას დღის წესრიგზე. მადლობა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებსაც ვთხოვთ დღის წესრიგზე თანხმობას. მადლობა. კვორუმიც გვაქვს ჩვენ ვსწავლოთ. სპორტის კომიტეტს ვთხოვ დღის წესრიგზე თანხმობას. მაგრამ გადავიდოდეთ ერთად საკითხზე. ერთი განცხადება მინდა გავაკეთო. როგორც სპორტის კომიტეტის წარმომადგენელი არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი გმირი სპორტსმენების გამოსვლა, რომლებმაც მთელი ჩვენი საქართველო გაახარა და ჩვენ მართლაც უპრეცედენტო შეჯიბრის მოწმენი გავხდით, როგორც კალათბურთში, ასევე ფეხბურთში. განსაკუთრებით მინდა კალათბურთელებს უთხრა დიდი მადლობა აქედან. ჩვენ დავამარცხეთ მსოფლიოში უძლიერესი ორი ნაკრები, ეს ესპანეთის და საფრანგეთის გუნდები. ეს არის მსოფლიოში თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რას ნიშნავს საფრანგეთის დამარცხება და იგივე ესპანეთის. და აქ ბულგარეთანაც ძალიან ბრწყინვალედ ითამაშა ჩვენმა ბიჭებმა. ეს არის ჩვენი ქვეყნის მართლა დიდი წარმატება და ზუსტად სპორტი არის საუკეთესო საშუალება ჩვენი პატარა ქვეყნის წარმოჩენის. ეს იყო საუკეთესო მაგალითი და ზუსტად ის რასაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოში სპორტი გამოაცხადა პრიორიტეტად, აი ზუსტად ამის შედეგია. ეს იყო სტიმული, საუკეთესო სტიმული ჩვენი სპორტსმენების ასეთი ლამაზი გამოსვლების. ასე რომ დიდი მადლობა კიდევ მინდა აქედან გადავუხადო ჩვენ ბიჭებს და ტაში დავაჯილდოთ. ჩვენც უერთდებით ბატონ შოთას მილოცვას, მაგრამ საქართველო უფრო ძლიერია დღეს ასე აღმოჩნდა კალათბურთში და გავაგრძელებთ, როცა გაქვს ღირსება, როცა მართალი ხარ, სპორტშიც გიმართლებს და ცხოვრებაშიც გიმართლებს. ეს არის ჩვენი პასუხი. დღეს ჩვენ გვესწრებიან მოხსენებელი იქნება ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. ჩვენს ხდომას ესწრება ასევე საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფროსი ბატონი ნოდარ კომახიძე. მოგესალმებით. ესწრება ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის დირექტორი გიორგი ენუქიძე და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი. თქვენის ნებართვით თხოვოთ მაშინ ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს რომ გაგვიმხილოს რა შედეგები გვაქვს, როგორ მივდივართ, რასთან გვაქვს საქმე, ბატონო გიორგი. გისმენთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით. მართლაც უერთდები სპორტში კალათბურთელთა მიღწევას და ულოცავს ჩვენს ნაკრებს ამით წარმატებას და იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო ბევრ წარმატებას ვიხილავთ მათი და არა მხოლოდ კალათბურთელების შესრულებით ზოგადად ჩვენ სპორტში. შეძლებს დაგვარად. დავიწყეთ თქვენი ნებართვით შესრულებას 2025 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ეკონომიკური პარამეტრების მიმოხილვას დავიწყებ. მოგეხსენება ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი 9% საშუალო 9%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ჩვენ წლევანდელი ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა უკვე პირველი ნახევარის შედეგები გვაქვს და უფრო მაღალია 8.3%-ია წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 9.8% იყო პირველ კვარტალში, 7.1% იყო მეორე კვარტალში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განახლება არ გაგვიკეთებია პროგნოზების და შევინაჩუნეთ თავდაპირველი პროგნოზი, ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ეს არის დაგეგმილი 2025 წელს. რაც შეეხება ინფლაციას, უკვე ივნისში ინფლაციის მაჩვენებელმა 4% შეადგინა, თუმცა ეს არის კონკრეტული თვის ბოლოს არსებული მდგომარეობა. თუ შევხედავთ საშუალო ინფლაციას, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1% დონეზეა. რაც შეეხება საგარეო სექტორს, პირველ 6 თვეში საკონდიცე სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 11.934 მილიონი დოლარი, რაც დაახლოებით 12.8%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან ექსპორტი იყო 3.235 მილიონ დოლარამდე, 13.7%-ით მეტი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 8.699 მილიონი დოლარი, რაც 12.4%-ით მეტია. რაც შეეხება
სავაჭრო პატრიოტებს, ევროკავშირის წილი მთლიან საკონმერციო ბრუნვაში არის 20.9%, შემდეგ მოდის თურქეთი 12.3%, შეერთებული შტატები 11.1%, რუსეთი 10.7% და ჩინეთი 8.8%. რაც შეეხება საგარეო სექტორის სხვა მიმართულებებს, ჩვენ ტურიზმის ნაწილში გვაქვს ყავდა 2.800.000 ვიზიტორი წლის პირველ ნახევარში, მათ შორის ტურისტული ვიზიტების რაოდენობა შეადგინა 2.270.000 ვიზიტი, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 6.9%-ით მეტია, ხოლო თანხაში გამოსახულს რაც შეეხება პირველ ნახევარში ეკონომიკა მიიღო $1.971 რაც 3.8%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. ფულადი გზავნილების კუთხით 2.8%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები და $1.525 შეადგინა ფულადი გზავნილების მაჩვენებელმა. რაც შეეხება შემოსავლების შესრულების ნაწილში, პირველ რიგში ნაერთ ბიუჯეტზე მოგახსენებთ, ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების სახით ჩვენ დაგეგმილი ჰქონდა 12.291 მილიონი ლარი, მივიღეთ 12.397 მილიონი ლარი, დაახლოებით ეს არის 100.9%, ხოლო წლიურ გეგმას თუ შეხვედრავთ 59%-ია შესრულებული წლიურ გეგმასთან მიმართებაში, ამავდროულად $1.277 მილიონზე მეტია დღეს ზედმეტობის სახით დაბრუნებული პირველი ნახევრის განმავლობაში. გრანტების სახით მივიღეთ 130.7 მილიონი ლარი, რაც 124.5%-ია დაგეგმილი მაჩვენებლის, სხვა შემოსავლებში $1.500 მილიონზე მივიღეთ და 115%-ამდეა დაგეგმილი შემოსავლის. ასევე პრივატიზაციის მაჩვენებელი არის საკმაოდ კარგი, $331 მილიონზე მეტია მიღებული, 118%-ია შესრულება, ხოლო სესხების დაბრუნების კუთხით 199 მილიონი ლარი გვაქვს მიღებული და 153%-ია შესრულების მაჩვენებელი. ეს იყო ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრები, რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში, ჩვენ წლიურ ჭრილში შემოსავლები დაგეგმილი გვაქვს 23.435 მილიონი ლარამდე, პირველ 6 თვეში დაგეგმილი იყო 11.780, მიღებული გვაქვს 11.780 მილიონი ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებელთან მიმართებაში 103.8%-ია, ხოლო წლიურ გეგმასთან მიმართებაში 50.3%. აქაც გადასახადებში გვაქვს შესრულება 100.5%, გრანტებში 133.4%, ხოლო სხვა შემოსავლების ნაწილში 145.5%. რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა ხარჯვით ნაწილს, უკვე ხარჯვით ნაწილთან მიმართებაში მოგახსენებთ, რომ ჩვენ საკმაოდ ნორმალურად მივდივართ წლის პირველ ნახევარში, ჯამური ბიუჯეტი ჩვენ მქონდა გვაქვს დამტკიცებული 2025 წლისთვის 27.951 მილიონი ლარი, პირველ ნახევარში ათვისებული არის 12.751 მილიონი ლარი, რაც დაგეგმილ წლიურ მაჩვენებელთან მიმართებაში თითქმის 46%-ია, ხოლო 93%-ს აჭარბებს უკვე 6 თვის გეგმასთან მიმართებაში. ეს არის ჯამური მაჩვენებელი, რაც შეეხება უწყებების მიხედვით, აქაც რამდენიმე მსხვილ ბიუჯეტიან სამინისტროზე მოგახსენებთ, ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე ჯანდაცვის სამინისტროა მოგახსენებათ, $4.380 მილიონზე მეტია ათვისებული და თითქმის 100%-ია, 99.2%-ია ათვისების მაჩვენებელი, $1.158 მილიონზე მეტი აქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და აქაც 98.8%-ია შესრულების მაჩვენებელი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს $1.347 მილიონი ლარი და 99.3%-ია აქვს შესრულების მაჩვენებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 672 მილიონი ლარი და აქაც 96%-ამდეა შესრულების მაჩვენებელი, თავდაცვის სამინისტრო 896 მილიონი ლარი და 86%-ზე მეტი აქვს შესრულების მაჩვენებელი და უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს შესრულების ნაწილში აქვს 94.8%, 98.1 მილიონი ლარი აქვს შესრულება. სპორტის სამინისტროს ნაწილში შესრულებულია 151.4 მილიონი ლარი და აქაც 86%-ია
შესრულების მაჩვენებელი. ეს არის ძირითადი პარამეტრები, რაც სამინისტროების შესრულებას ეხება. აქვე მოგახსენებთ იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რომელიც ალბათ თქვენი კომიტეტებისთვის უფრო მნიშვნელოვანია. ერთის მხრივ დიასპორის ნაწილში გვაქვს ჩვენ ცალკე გამოყოფილი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ათვისებული არის პირველ ნახევარში დაახლოებით 206,000 ლარი, თუმცა აქ რამდენადაც ვიცი ჩემი კოლეგების დააზუსტებენ და წლის მეორე ნახევარშია საკმაოდ ბევრი აქტივობები დაგეგმილი, რაც შეეხება ევროპულ და ევროაზიურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თაობაზე, აქ 1,371,000 ლარია ათვისებული და ნუ გეგმაზე მეტია აქ რეალურად ათვისებული, რაც დაგეგმილი იყო. ეს არის ძირითადი პარამეტრები, თუ რომელიმე პროგრამის ან რომელიმე სამინისტროს მიმართულებით უფრო დეტალურად გაინტერესებს, რა თქმა უნდა, მზად ვარ ჩემს კოლეგებთან ერთად კი პასუხობთ. მადლობა. მადლობთ ბატონო გიორგი. დიასპორის კომიტეტის წევრებს მიმართავ თუ კითხვები არის? დავსვათ. ბატონო ილია, გთხოვთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. აი თურქეთთან ექსპორტი შემცირდა, როგორც ამ მონაცემებში არის ხაზგასმული და თურქეთთან ექსპორტი ჩვენგან რამ გამოიწვია ამის შემცირება, მაინტერესებს თუ გვაქვს რამე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. უპასუხო. ბატონო შოთა. ხო. ძალიან კარგი. ბატონო გიორგი, მისასალმებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, ამ მიმართულებით წარმატებები გვაქვს. ეს არის ძირითადი პარამეტრები, რასაც ჩვენ უყურებთ. ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს მე თქვენთან სპორტის მიმართულებით. აი ქართულ ჭიდაობაში არის 64% შესრულება. რამ განაპირობა ეს ყველაფერი? 64% ძალიან დაბალი პროცენტია ფაქტიურად. როგორც მე ვიცი, ის აქტივობები, რომელიც მიმდინარეობს ქართულ ჭიდაობაში, ზაფხულში მთავრდება ყველაფერი ძირითადად. ნუ რა თქმა უნდა, მე გვაქვს შემდეგ წლის ბოლოსაც, მაგრამ აი ამ პერიოდისთვის 6 თვის შესრულება სულ არის 64%. დიდი მადლობა. კითხვები არის? სხვა კომიტეტებსაც თუ აქვთ კითხვა? ზანთქავთ. ბატონო გიორგი, ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენია, რომ მთელი რიგი პარამეტრების მიხედვით შესრულება ასეთ მაღალ დონეზეა. ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებითაც საკმაოდ მაღალია ზრდა 8.3%-ია. ეს როგორც რეგიონის მასშტაბით, ასევე მსოფლიო მასშტაბითაც ძალიან დიდი მაჩვენებელია და რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კარგად დაგეგმილი და კარგად კოორდინირებული ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი. ამასთან მიმართებაში მე მაინტერესებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილი ხარჯების ათვისება, რამდენად ხდება ბიუჯეტის შესაბამისად, ხომ არ არის აქ რაიმე დაყოვნება და ასევე რეგიონების მიმართულებით რეგიონებში განსაზღვრული სხვადასხვა მსხვილი თუ წრული ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის კულტურული, საგანმანათლებლო, ტურისტული და ასე შემდეგ ათვისება როგორ მიმდინარეობს. და მესამე ბოლო კითხვა შეეხება როგორ ხდება, ანუ რამდენად კარგად გეგმის შესაბამისად და ბიუჯეტით გაწერილი და დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად ხდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა სხვა პროგრამების მიხედვით, ისეთი როგორიც არის მაგალითად აწარმოა საქართველოში, დანერგემომავალი და ასე შემდეგ. რამდენად კარგი არის მაჩვენებლები და რაიმე შეფერხებები ხომ არა გვაქვს ამ მიმართულებით. მადლობთ. კიდე ერთი ბატონო ლადო, ბრძანეთ. მადლობა. ბატონ გიორგი, პირველ რიგში ნამდვილად მნიშვნელოვანია და მისასალმებელია, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს პროგნოზირებდა და ხელოვნურად ცდილობდა ეკონომიკური კრიზისის გამოწევასაც, ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ 6 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდაც, მაღალი საბიუჯეტო შემოსავლები, მათ შორის ათვისება სამინისტროების მხრიდან, რაც არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი, ლარიც სტაბილურია, ეროვნულ ბანკს უპრეცედენტოდ ისტორიული მაქსიმუმზე არის რეზერვების რაოდენობა. თქვენ აქ წარმოდგენილი გაქვთ მხოლოდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების პირველი კვარტლის მონაცემები, თუმცა მეორე უკვე ასევე ცნობილია. თუმცა როგორც პირველი კვარტალი, ასევე მეორე სამწუხარო წინა წელთან შედარებით შემცირებული, ამის მიზეზებიც რო განგვიმარტოთ და რა მოლოდინები გვაქვს მესამე და მეოთხე კვარტალთან მიმართებაში, კონკრეტულად პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე მოგსაუბარი. მადლობა.
სხვა კითხვები თუ არ გვაქვს მაშინ ბატონ გიორგი გთხოვთ დიდი მადლობა დავიწყებ თარმინდერობით თქვენის ნებართვით თურქეთთან ვაჭრობაში რა შემცირდა პირველი კითხვა იყო და აქ თურქეთთან ვაჭრობაში ძირითადი შემცირება ორმა კომპონენტმა გამოიწვია ერთი არის ელექტროენერგიის რეალიზაცია თურქეთში და მეორე არის ფერაშემოქმედებები ერთ შემთხვევაში 42%-იანი კლებაა და მეორე შემთხვევაში 79%-იანი კლებაა ერთი პირველი ელექტროენერგიის შემთხვევაში მოხმარება არის ჩვენთან გაზრდა შესაბამისად იგივე რაოდენობა ვერ გავიდა ელექტროენერგიის რაც გასულ წელს იყო რაც შეეხება ფეროშემოქმედებებში აქ ზოგადად სერიოზული პრობლემაა მოთხოვნასთან მიმართებაში ანუ როგორც ამერიკაში ასევე ევროპაში მოთხოვნა არის ძალიან შემცირებული ფეროშემოქმედებებზე და შესაბამისად ჩვენგან რეალიზაცია გასულ წელს თურქეთი არ არის ამ მხრივ ჩვენი მუდმივი პარტნიორი შეიძლება ითქვას შედარებით იშვიათად მიწყურეთ ძირითადად ამერიკაში ხდებოდა ჩვენი ამ ფეროშემოქმედებების რეალიზაცია გასულ წელს იყო გარკვეულწილად გატანები თურქეთში თუმცა წელს ეს გატანები აღარ არის და ზოგადად გლობალურად მოთხოვნა არის შემცირებული ფეროშემოქმედებებზე და ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ჭიდაობაში რაც დაგეგმილია ბიუჯეტი მოთხოვნის შესაბამისად ფედერაცია როგორც ითხოვს თუმცა მე დეტალურად გრაფიკი ნამდვილად არ ვიცი როდის რომელი ჩემპიონატში მონაწილეობა უნდათ ამას დავაზუსტებთ უქნებავთ და მოგაწვით თუმცა ამას ჩემზე მეტი ინფორმაცია დარწმუნებული ვარ თქვენ გექნებათ უბრალოდ მე რაც სამინისტროდან მაქვს ინფორმაცია რომელი ფედერაციას რა საჭიროებებიც აქვს იმის მიხედვით დიცხავენ ახას და აქ შეფერხება ნამდვილად არ აქვს კაპიტალური პროექტები რაც შეეხება მოგეხსენებათ საკმაოდ ბევრი კაპიტალური პროექტია ძირითადად შემთხვევაში საგზაო ინფრასტრუქტურაში რომელიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების თავარი წყაროა საკმაოდ კარგად მივდივართ რაც დაგეგმილია ის პროექტები მიდის და ნახეთ რომ არაერთი მაგისტრალის გახსნა მოხდა უკვე თუმცა თუ გადავალთ მათ შორის მუნიციპალური ინფრასტრუქტურას რაც როგორც საკუთარი ასიგნებებიდან ასევე ჩვენგან ფინანსდება გეგმიურად მიდის როგორც ხდება ხოლმე და წლის ბოლოს რა მოლოდინიც გვაქვს იმ მოლოდინის პროგრამებში იქნება თუმცა ცოტა განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს სპორტულ ინფრასტრუქტურაში მოგეხსენებათ ამ კუთხით ახალი პროგრამა გაჩნდა 2025 წლის ბიუჯეტში აქ დაწყებულია ნაწილზე ტენდერები უკვე დაწყებულია ერთ-ერთი მსხვილი არის ის ეროვნული ახალი სტადიონის მშენებლობა რომელსაც სავარაუდოდ ტენდერი გამოცხადებული და კონტრაქტს ველოდებით რომ იქნება დაახლოებით ნოემბრის ბოლოს და პირველი ავანსიც ამ პერიოდში იქნება დანარჩენ შემთხვევაში ნაწილზე პროექტირება მიდის ნაწილზე ტენდერებია გამოცხადებული და მე-4 კვარტალში არის უფრო მოსალოდნელი გარკვეული ათვისებები ამ ნაწილში მესამე კვარტალში დიდ ათვისებას ამ მიმართულებით არ ველოდებით. მეწარმეობის პროგრამებს რაც შეეხება როგორც აწარმოეს საქართველოში ასევე სოფლის მეურნეობის ნაწილში პროგრამები ჩვეულებრივ მიდის რაც დაგეგმილია ნუ აწარმოებში გარკვეული ცვლილებები მოხდა ახლა და კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარის მოცვა იქნება შესაძლებელი ნუ ამ ცვლილებებს სწორად მოხდა ივლისის ბოლოს და შესაბამისად ჯერ ეფექტი არ ქონია თუმცა რაც დაგეგმილი იყო და რა პროცესი რა პროგრამებიც არსებობდა მანამდე როგორც საგრანტო მიმართულებით ასევე სუბსიდირების მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში საკმაოდ კარგად მიდის რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციები კი ბატონო, პირველ კვარტალში იყო შედარებით 7%-ით ნაკლები იყო, ნაკლებია მეორე კვარტალში, დასუსტებული მონაცემები რაც გამოქვეყნდა შარშანდელი იმასთან შედარებით, რიგ სექტორებში გაზრდილია, მაგალითად პირველ კვარტალში ენერგეტიკის სექტორში გაზრდილი იყო, თუმცა ზოგადად ჩვენ ნაკლებად მხოლოდ FTI-ს არ ვყურებთ, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ინვესტიციების მოცულობა და ინვესტიციების მოცულობა ეტაპობრივად ყოველწლიურად იზრდება, ანუ COVID-ის პერიოდის ჩავარდნამ, რომელიც საკმაოდ დიდი იყო, ფინანსი და პროდუქტთან მიმართებაში ინვესტიციების მოცულობა საკმაოდ შეამცირა, მაგრამ ეტაპობრივად ყოველწლიურად მზარდია და ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ 2-3 წლიან პერიოდში დაუბრუნდება დაახლოებით 27-28%-ს ფინანსი და პროდუქტთან მიმართებაში. აი ეს არის, რასაც უყურებთ დღეს მდგომარეობით მზარდი არის, თუმცა ჯერჯერობით მაინც იმაზე უფრო ნაკლებია ჯამური ინვესტიციები, ვიდრე ეს იყო COVID-ამდე პერიოდში. ანუ იმ გარკვეულმა ჩავარდნამ, 2 წლიანმა ჩავარდნამ, რომელიც იყო იმ პერიოდში კერძო ინვესტიციებს გულისხმობ, უფრო ეს არის როგორც FTI ასევე შიდა ინვესტიციები ამან გარკვეულწილად გამოიწვია რომ ფინანსი და პროდუქტთან მიმართებაში მიუხედავად რომ სისტემები გვაქვს მაინც შემცირებულია და ფინანსი ინვესტიციებს ველოდებით რომ დაახლოებით 27%-მდე გაიზრდება აღნიშნული მაჩვენებელი კონკრეტულად ეს FTI იქნება და თუ იქნება კერძო ადგილობრივი ინვესტიციებით ამისი პროგნოზირება ძალიან რთულია. მადლობა. დიახ, გიორგი, დიდი მადლობა. ნუ სურათი ასეთია. ხოდა ამ რთულ რეგიონში ყოფნისა
მშვიდობას ვინ არჩუნებდა, მშვიდობას და იმ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას მოაქვს ის, რომ პირველი კვარტლის შედეგებით ჩვენ ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებით არის შესრულებული 103%-ზე მეტია, ეს არის მნიშვნელოვანი. ხო, ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული მმართველებით ათვისებების ნაწილში არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის დიასპორის მიმართულებით გვაქვს ძალიან ნაკლები ათვისება, მაგრამ ეს განპირობებული იყო გარკვეული რეორგანიზაცია მიმდინარეობდა, ბუნებრივია ეს გამოსწორდება მეორე კვარტალში და უფრო მეტად აქტიური იქნება ზოგადად საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის მიმართულებით და დანარჩენი უწყებებიც. კეთილი კითხვები თუ არ გვაქვს, მე დიასპორის კომიტეტს ვთხოვ, რომ ცნობად მივიღოთ ეს ასე ვთქვათ მოსმენილი ინფორმაცია და ანგარიში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ გიორგის ამ ანგარიშისთვის. დიასპორის კომიტეტი ასრულებს ამით მუშაობას და ჩვენ დავებთ ჯერჯერობით დარბაზს დროებით. მადლობა. ევროპას სტანდარტიზაციის კომიტეტის წევრებსაც ვთხოვთ, თუ კითხვები არ გვაქვს, ცნობად მივიღოთ მაშინ ანგარიში. კითხვა. კი ბატონო, დიდი მადლობა. საგარეო კომიტეტის წევრებს ვთხოვთ, რომ ცნობად მივიღოთ ანგარიში და საგარეო კომიტეტის წევრებს ვთხოვთ, რომ დარჩეთ დარბაზში. კოლეგები დაგვტოვებენ და ჩვენ მალე დავიწყებთ მეორე სტომას. სპორტის კომიტეტის წევრებს ვთხოვთ, მივიღოთ ცნობად. მადლობა. მადლობა, გაერთიანებული კომიტეტების ხდომა დასრულებულია.